დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ აღმოსავლეთ აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტზე, რომელმაც შესაძლოა რეგიონში არსებული სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს. ეთიოპიაში 2018 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სამოქალაქო დაპირისპირება სხვადასხვა ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ბევრის აზრით, ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ერთიანი ეთიოპიური ნაციის არარსებობაა. სახელმწიფო ფაქტობრივად დანაწევრებულია მთავარ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც მაღალი ავტონომიის მქონე ადმინისტრაციულ რეგიონებში ცხოვრობენ. ეთიოპიაში ასეთი 10 სპეციალური რეგიონია შექმნილი. ამ რეგიონებს გააჩნიათ საკუთარი საპოლიციო და სამხედრო დანაყოფები, ასევე ძლიერი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ქვეყნის შიგნით არსებობს 10 პატარა სახელმწიფოს მსგავსი ავტონომიური რეგიონი, რომელთა მოსახლეობაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება ეთნოსის, რელიგიის, ენისა თუ ტრადიციების მიხედვით. ამას დამატებული ცალკე რეგიონად არის გამოყოფილი დედაქალაქი ადის-აბაბა და სიდიდით მეორე ქალაქი დირე-ვარე, მათი სტრატეგიული და ისტორიული მნიშვნელობებიდან გამომდინარე. ამ ეთნიკურ ჯგუფებს განეკუთვნებიან ორომოს ხალხი, რომელიც ჩრდილოეთ კენიიდან მე-15-16 საუკუნეებში მიგრირდნენ ეთიოპიის ტერიტორიაზე და დღეს წარმოადგენენ მოსახლეობის 34%-ს, ამჰარა, რომელიც იმპერიალისტური ეთიოპიის მმართველი საგვარეულო იყო და დღეს მოსახლეობის 27%-ს შეადგენს, სომალის ხალხი, რომელიც მეზობელი ქვეყნის სომალიის ეთნიკური მკვიდრი ჯგუფის ნაწილია და მოსახლეობის 8%-ს წარმოადგენს, ტიგრის ხალხი, რომელიც 1991 წლიდან 2018 წლამდე ხელისუფლებაში წამყვანი პოლიტიკური აქტორები იყვნენ და მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ, და ასევე სხვა მრავალი ეთნიკური ჯგუფი ეთიოპიაში, რომელიც ხშირად ხდება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი. ეთნიკური დაპირისპირების გარდა, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს რელიგიურ-ლინგვისტური დანაწევრება ქვეყანაში. მოსახლეობის 44% მართლმადიდებელი, ხოლო 23% პროტესტანტია. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა ტიპის ქრისტიანულ სწავლებებს მიჰყვება. ეთიოპიის დანარჩენ ნაწილში გავრცელებულია ისლამის სხვადასხვა ფორმები და მუსლიმები მოსახლეობის 31%-ს წარმოადგენენ. ეთიოპიის ნაწილი ასევე მისდევს ტრადიციულ ეთიოპიურ რელიგიასაც. ახალი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში ეთიოპია აქსუმის სამეფოს სახით მთლიანად დომინირებდა წითელ ზღვაზე, ხოლო დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ეთიოპიის იმპერია, რომლის დაპყრობაც სცადა ჯერ ეგვიპტემ 1875 წელს, ხოლო შემდეგ იტალიამ 1896 წელს, მაგრამ იტალიელთა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამ პერიოდის იმპერიალისტური ეთიოპია იმართებოდა ამჰარას ხალხის მიერ, ამიტომაც ნელ-ნელა მთავარ სალაპარაკო ენად ჩამოყალიბდა სწორედ მათი ენა რეგიონში. ეთიოპია 1935 წლამდე იყო ერთადერთი სახელმწიფო აფრიკაში, რომელმაც შეძლო და კოლონიზატორებისგან თავის დაცვა მოახერხა. ამის მიზეზი კი მის გეოგრაფიაშია. ეთიოპია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქვეყანაა. მთლიანი ტერიტორია სავსეა მთიანი რეგიონებით, უდაბნოებითა და გაუვალი ტროპიკული ტყეებით, რაც დამპყრობლებისთვის გაუვალ გზებს ნიშნავს. დედაქალაქი ადის-აბაბა ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. სწორედ ასეთმა მაღალმა მთებმა ჩაკეტა მოსახლეობა და შეუზღუდა გადაადგილება. შესაბამისად, ამით ხელი შეეწყო მრავალი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეთნიკური ჯგუფების ჩამოყალიბებას. 1935-36 წლებში მუსოლინის ფაშისტურმა იტალიამ დაიპყრო ეთიოპია. ამ დროს ერიტრეა და დღევანდელი სომალიის დიდი ნაწილი იტალიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 1940 წელს სომალილენდი წაართვეს ბრიტანელებს, რითიც ჩამოაყალიბეს სახელმწიფო სახელად იტალიური აღმოსავლეთ აფრიკა, რომელშიც შედიოდა დღევანდელი ერიტრეა, ეთიოპია, სომალია და სომალილენდი. 1941 წელს ბრიტანელებმა რეგიონიდან იტალიელები გაყარეს და ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი ერიტრეისა და ეთიოპიის ფედერაციული სახელმწიფო, რომელმაც 1952 წლიდან 62 წლამდე იარსება, ხოლო სომალია და სომალილენდი ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში გააერთიანეს. ამერიკამ კი მხარი დაუჭირა ანტიკომუნისტ ეთიოპიის იმპერატორ ჰაილე სელასიე პირველს. შეთანხმების საფუძველზე ერიტრეაში მცხოვრები მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ფართო ავტონომიას მიიღებდა, მაგრამ იმპერატორმა მალევე დაიწყო ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაცია, რასაც მოყვა მის წინააღმდეგ ამბოხი. საბოლოოდ ერიტრეის განმათავისუფლებელი მოძრაობა გაერთიანდა სხვა ეთნიკურ სამხედრო დაჯგუფებებთან
მათ შორის ყველაზე ძლიერ ტიგრის ხალხის განმათავისუფლებელ ფრონტთან და 1974 წელს დაამხეს იმპერია. ხელისუფლებაში მათ მოიყვანეს კომუნისტი მენგიცუ ჰაილე მარიამი. ფაქტობრივად ერთი დიქტატორი მეორე დიქტატორმა შეცვალა. ამიტომაც ზუსტად იგივე ეთნიკურად დისკრიმინაციული პოლიტიკა გაგრძელდა, რასაც აქამდე საიმპერატორო ხელისუფლება ახორციელებდა. ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობები გამრავლდა და გაჩაღდა ეთიოპიის სამოქალაქო ომი. 1977-78 წლებში მეზობელმა სომალიამ ისარგებლა ეთიოპიის შიდა არეულობით და სცადა სომალელი ხალხით დასახლებული ოგადენის რეგიონის წართმევა. მათი აზრით ამ ომში გამარჯვებას უნდა მოჰყოლოდა დიდი სომალიის დაარსება, მაგრამ მათ ვერ გათვალეს საბჭოთა კავშირის ქმედებები, რომელიც ამ ომამდე სომალიის მხურვალე მხარდაჭერი იყო, ხოლო ომში პოზიციები შეიცვალა და გადავიდა ეთიოპიის მხარეს. ეთიოპიას 1 მილიარდის ღირებულების იარაღები მიაწოდა და ასევე 12,000 კუბელი ჯარისკაცი ჩავიდა საბრძოლოდ. სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა კომუნისტურმა დრეგმა გამარჯვება. სიტუაცია გამწვავდა, როდესაც 1983-85 წლებში დიდმა შიმშილობამ 1,200,000 ადამიანი იმსხვერპლა და მათი უმეტესობა აჯანყებული ხალხი იყო. ყველაფერი კომუნისტებს დაბრალდა. მოსახლეობის აზრით ჰუმანიტარული დახმარების დაგვიანება და ხშირად ვერ შესრულება მიზანმიმართულად ხდებოდა კომუნისტების მიერ, რათა დაესუსტებინათ მათი მოწინააღმდეგეები. ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეთიოპიას შეუწყდა სამხედრო დახმარება, მალევე დაიცა კომუნისტური ხელისუფლებაც. ქვეყანაში არსებული ეთნიკური ჯგუფები გაერთიანდნენ და ძლიერი მოკავშირის გარეშე დარჩენილი მმართველი მენგიცუ ჰაილე მარიამი გაიქცა ზიმბაბვეში. იგი 88 წლის ასაკში დღესაც იქ ცხოვრობს და პოლიტიკური სარგებლობს. ამ პერიოდიდან იწყება დღევანდელი სახის ეთიოპიის არსებობაც. ქვეყანა დაიყო ზემოთნაჩვენებ ადმინისტრაციულ რეგიონებად. ხოლო მე-12 რეგიონმა ერიტრეამ 1993 წელს ჩაატარა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 99,8%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობიდან საკმაოდ მალევე ერიტრეაში ჩამოყალიბდა სასტიკი ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც მოსახლეობა ფაქტობრივად მონაჯარად არის ქცეული. ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესისა ევალება მინიმუმ 18 თვის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ეს დრო ხშირად იწელება და ადამიანები 10 წლეულობით იმყოფებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მათი ანაზღაურება თვეში $30 არ ცდება. 1993-98 წლებში ერიტრეასა და ეთიოპიას შორის ურთიერთობა შედარებით გაჯანსაღდა, მით უმეტეს რომ ეთიოპიას ჰქონდა ერიტრეას პორტებით სარგებლობის უფლება, მაგრამ მალევე სასაზღვრო მიწების გამო დაიწყო შეტაკებები. მთავარი სადავო ტერიტორია იყო ქალაქი ბადმეს მიმდებარე ტერიტორია. სიტუაციას კი 100,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო გაერომ შექმნა ამ პრობლემის მოგვარების კომისია, რომელმაც განაცხადა, რომ სადავო ტერიტორიების უმეტესობა ერიტრეას დარჩებოდა. მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ ცუდად მიიღო ტიგრის ხალხის გამათავისუფლებელმა ფრონტმა და განაგრძეს დაპირისპირება, რომელიც გაყინულად მიმდინარეობდა 2018 წლამდე. 2018 წლამდე ეთიოპიის პოლიტიკაში ცენტრალურ ძალას წარმოადგენდა ტიგრის ხალხის პოლიტიკური პარტია, რომელიც სხვა ეთნიკური ნიშნის მქონე პარტიების გარშემო გაერთიანებული ალიანსით მართავდა ეთიოპიას. პარტიის მნიშვნელობის გამოხატულება იყო ის, რომ ტიგრის პარტიის წარმომადგენლები ხშირად იკავებდნენ პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს. მაგალითად, მელეს ზენავი 1991-95 წლებში იყო ეთიოპიის პრეზიდენტი, ხოლო 95-დან 2012 წლამდე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ასევე მისი მემკვიდრე ჰეილე მარიამ დეზალენი 2012 წლიდან 2018 წლამდე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ორივე ფიგურა ტიგრის პარტიას წარმოადგენდა. მაგრამ 2018 წელს საგრძნობლად შეიცვალა მდგომარეობა, როდესაც გადადგა მმართველი ალიანსის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ჰეილე მარიამ დეზანელი. 2014 წელს მთავრობას სურდა გაეზარდა დედაქალაქ ადის აბაბის სპეციალური ზონა 1,1 მილიონი ჰექტარით ორომოს რეგიონის ხარჯზე, რაც 1993 წლის კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიოდა. ამიტომაც ამას მოყვა ორომოს ხალხის ორწლიანი საპროტესტო აქციები, რის გამოც პრემიერმა 2016-2018 წლებში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
მაგრამ საზოგადოებაში პროტესტი არ შემწყდარა და უკმაყოფილების დონემაც იმატა. სწორედ ამ მიზეზით გადადგა ჰაილე მარიამი, რომელიც შეცვალა აბი აჰმედმა. სწორედ ამ ადამიანმა ერიტრეის პორტებზე წვდომების მოპოვების იმედით დადო სამშვიდობო ხელშეკრულება ერიტრეასთან, რის ფარგლებშიც დაამტკიცა გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება. ამან გამოიწვია დიდი უკმაყოფილება ტიგრელებში. მათ საკმაოდ ბევრი ადამიანი დაკარგეს ერიტრეასთან ბრძოლაში და ამ ტერიტორიას მათი რეგიონის ნაწილად მიიჩნევდნენ კიდევაც. 2019 წელს დადებული ზავის შემდეგ აჰმედმა დაშალა ეთიოპიის ხალხის რევოლუციური დემოკრატიის ფრონტის პარტიული ალიანსი და ჩამოაყალიბა ახალი პარტია კეთილდღეობა, რის ფონზეც მალევე დაიწყო ტიგრის ომი და კომპლექსური სამოქალაქო დაპირისპირება ეთიოპიაში. აჰმედმა ტიგრის წევრი ეთიოპიის ფედერალური არმიის გენშტაბის და დაზვერვის უფროსები გაათავისუფლა. ტიგრის ხალხი მიხვდა, რომ აჰმედი იწყებდა მათ ჩანაცვლებას და ამიტომ დაუპირისპირდნენ ფედერალურ ხელისუფლებას. აჰმედს უნდოდა ხელისუფლების ცენტრალიზაცია და ეთიოპიური ნაციონალიზმის ჩამოყალიბება. 2020 წელს დაიწყო კონფლიქტი ფედერალურ ხელისუფლებასა და ტიგრის ხალხის განმათავისუფლებელ ფრონტს შორის. ხელისუფლება ასევე ებრძოდა ორომოს ხალხის განმათავისუფლებელ არმიას, რომელმაც უარი განაცხადა აჰმედის მოთხოვნაზე ჩაებარებინა იარაღი ფედერალური ხელისუფლების არმიისთვის. ამჰარას ეთნიკურ ჯგუფს კვლავ ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდა. ისინი იმპერიალისტური ეთიოპიის დროს ძალაუფლებას ფლობდნენ და არ უნდოდათ მისი მარტივად დათმობა. ამჰარას წევრებისთვის ამჰარული ნაციონალიზმი ასოცირდება მთლიანად ეთიოპიის ნაციონალიზმთან, რამე თუ ისინი საუკუნეების მანძილზე მართავდნენ სახელმწიფოს, ხოლო ფედერაციული ძალები არატოლერანტულები არიან რეგიონული სეპარატიზმის მიმართ. 2023 წელს აჰმედმა ამჰარას მოსთხოვა იარაღის დაყრა, მაგრამ უარი მიიღო, რითიც კიდევ ერთხელ გაგრძელდა დროებით შეჩერებული დაპირისპირება. ორომოს ხალხი თავს უსამართლობის მსხვერპლად გრძნობდა, რადგან ისინი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ ძალაუფლება არასდროს ჰქონიათ. სომალის ხალხს სურთ ოგადენის სომალიასთან მიერთება. ეთიოპიამ და სომალიამ ამ მიწებისთვის ჯერ 1963 წელს, ხოლო მეორედ 1977 წელს იბრძოლეს. ორივე შემთხვევაში ადგილობრივი სომალები სომალის არმიის მხარეს იჭერდნენ. ამ ჯერზე აჰმედისთვის სიტუაცია უარესადაა. თუ ტიგრის ომის დროს ფედერაციული ხელისუფლება ამჰარასა და ერიტრეასთან ერთად ებრძოდა ტიგრის სამხედროებსა და ორომოს განმათავისუფლებელ არმიას, ახლა ყველა ცალ-ცალკე ფედერაციული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. ფედერალური ხელისუფლება იბრძვის ტიგრის, ამჰარას და ორომოს ხალხის განმათავისუფლებელი არმიების წინააღმდეგ. ერიტრეა ამ კონფლიქტში მაქსიმალურად ცდილობს ეთიოპიის ხელისუფლების დასუსტებას, რათა ერიტრეასთან სადაო ტერიტორიების საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში. ერიტრეა ერთდროულად ეხმარება როგორც ტიგრელებს, რომლებთანაც ხშირი კონფლიქტი ჰქონდათ ისტორიის მანძილზე, აგრეთვე ამჰარელებსაც, მაშინ როდესაც ამჰარა და ტიგრიც ერთმანეთს უპირისპირდებიან რეგიონში დომინაციისთვის. რადიკალურმა ეთნიკურად ამჰარელმა ახალგაზრდა დაჯგუფებამ 2023 წლის მაისში მოკლა აჰმედის მიერ დანიშნული რეგიონის ადმინისტრაციული მმართველი, რაშიც ხელისუფლება ერიტრეას ადანაშაულებს. ეთიოპიისა და ერიტრეის დაპირისპირებას უფრო ღრმა მიზეზები აქვს, ვიდრე მხოლოდ სადაო ტერიტორიები. ეთიოპიას წყალზე გასასვლელი აუცილებლად სჭირდება. 2019 წლის ხელშეკრულების მიზანიც ასაბის პორტზე წვდომის მოპოვება იყო. ეთიოპია პორტზე წვდომის მოპოვების მიზნით ხშირად გამოდის ინიციატივით გაცვალოს მისი ელექტროენერგია. ეთიოპია ლურჯი ნილოსის სათავეში აპირებს ააშენოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც შეიძლება ელექტროენერგიით მოამარაგოს მთელი ეთიოპია. სწორედ ამ ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის გაცვლაზე არის საუბარი ეთიოპიის მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ეგვიპტესთან ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რადგან სავარაუდოდ ჰესი დააშრობს ეგვიპტეში გამავალი ნილოსის ნაწილს და მიწების დიდ ნაწილს გამოუსადეგარს გახდის. ამიტომ პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2019 წელს ეთიოპიაში საზღვაო ფლოტიც ჩამოყალიბდა, რომლის შტაბ-ბინაც ტბა ტანაზე მდებარეობს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ცენტრალიზებული ხელისუფლების კონფლიქტში გამარჯვების შემთხვევაში მოსაუდნელი არის, რომ მთავარი მიზანი
ერიტრეის პორტის ხელში ჩაგდება ან ქვეყნის ანექსია იქნება. ასაბის პორტს არაბთა გაერთიანებული ემირატები იყენებდა იემენის სამოქალაქო ომში საჰაერო დაბომბებისთვის, მაგრამ 2019 წელს გავიდნენ და აქედან მოყოლებული არსებობს ნიშნები იმისა, რომ ერიტრეასთან მიმართებით იზრდება რუსეთის ინტერესები. ამ კონფლიქტის თავის სასარგებლოდ გამოყენებას რეგიონის ყველა მეზობელი ეცდება. მაგალითად, სუდანელი ოფიცრები წვრთნიან მებრძოლებს ამჰარას რეგიონში. მიზეზი შესაძლოა უბრალოდ გავლენის გაფართოება იყოს, ან ამჰარასთან სარფიანი გარიგება, რის ფარგლებშიც მოხდება მათ შორის იარაღების, ნარკოტიკისა და მონების გაცვლა-გამოცვლა. სომალიასთვის ეთიოპიის შიდა დაძაბულობის გამოყენება საკმაოდ ძნელი იქნება, ვინაიდან თვითონაც სამოქალაქო ომშია ჩართული, მაგრამ დიდი სომალიის იდეა ჯერ არ გამქრალა და ამის დამადასტურებელია ჯიჰადისტური დაჯგუფება ალ-შაბაბი, რომელიც სომალიის დიდ ნაწილს აკონტროლებს, ცდილობს გააერთიანოს ეთიოპიაში მცხოვრები სომალები მათი ისლამისტური იდეოლოგიის გარშემო და დაუპირისპიროს ცენტრალურ ხელისუფლებას, ხოლო შემდეგ მიღებული გამოცდილებითა და ახალი რეკრუტირების მეშვეობით დაასრულოს საქმე სომალიაში. ცენტრალური ხელისუფლების დამარცხება შესაძლოა მოყვეს ოგადენის რეგიონზე დე-ფაქტო კონტროლის დაკარგვაც. მოვლენების ასეთი განვითარება იქნება ჯიჰადისტებისთვის შესაძლებლობა შურიძიან 2006-2009 წლების მოვლენებზე, როდესაც ეთიოპიის გარშემო გაერთიანებული კოალიცია შეიჭრა სომალიაში და დაამხო ალ-შაბაბის წინამორბედი ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული ისლამისტური სასამართლოების გაერთიანება, რომელიც შარიათის წესით დე-ფაქტოდ მართავდა სახელმწიფოს. აჰმედის დამარცხებით სიტუაცია დაუბრუნდება 2018 წლამდელ მდგომარეობას, რომლის დროსაც ერთი ეთნიკური ჯგუფი ცდილობდა პოლიტიკაში დომინირებას მეორე ეთნიკურ ჯგუფზე დისკრიმინაციის გამოყენებით. მაგრამ ეს კონფლიქტი დაუსრულებელი ციკლია, რომლიდანაც ცალსახა გამოსავალი ამ ეტაპზე არ ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ ვიხილოთ ეთიოპიის დაშლა, ხოლო აჰმედის გამარჯვების შემთხვევაში ცენტრალიზებული ხელისუფლება უფრო მეტად გაძლიერდება, რითიც შეიქმნება გაერთიანებული ეთიოპიის იდეა, რის გამოც ნებისმიერი სახის რეგიონალური ნაციონალისტური დაჯგუფება გაქრობის საფრთხის ქვეშ იქნება და სავარაუდოდ ეთიოპია გააძლიერებს ძალისხმევას, რომ წყალზე გასასვლელი მოიპოვოს.